მე ვარ გიორგი მიქელაძე, დღეს გავხდით 13 წლის. სწავლობ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და კითხვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. თითქმის 2 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ყავს 2 მწვრთნელი, გიორგი ფაღავა და კახა მასწავლებელი. გიორგი მასწავლებელი არის უფრო მხიარული და უფრო ახლოს ვარ მასთან. ისე ორივე კარგი მასწავლებელია, ძალიან გამიმართლო მწვრთნელებში. მე ვთამაშობ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი ცენტრალურ ნახევარმცველად, ახლა შევიცვალე პოზიცია და გავხდი ფორვარდი. პოზიცია იმიტომ შევიცვალე, რომ გოლების გატანის ალღო მაქვს. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა შეტევის წამოწყება. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 105 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ცენტრის უკნიდან ჯარიმა იყო, ყველა იყო შესული საჯარიმოში და ჯარიმა რო დავარტყი, გავიტანე ცხინიაში. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის ძლიერად დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით დარტყმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი და საყვარელი გუნდია ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 10 ნომრით. ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ 18 წლამდე და შემდეგ უნდა გავხდე მეზღვაური. მიყვარს ჩემი სკოლა, ჩემი მეგობრების გამო და კარგად გრძნობ იქ თავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია საბა კონცელის. ყველაზე ჭკვიანია ნიკოლოზ ძნელაძე. ყველაზე მშვიდია დაჩი ანანიძე. ორი წუთი დაჩი ანანიძეა უეჭველი. გვარი კი ანანიძეა. ყველაზე ბედნიერი მგონია გიორგი ჩავლეიშვილი. მე ვარ ყველაზე მეგობრული და ერთგული. ჩემი საყვარელი საგანია ფიზიკა. საყვარელი მასწავლებელია ნათია ანანიძე, რადგან ის ყველაფერში გვეხმარება, გასაჭირში მარტო არ გვტოვებს და ძალიან კარგი მასწავლებელია. ახლა მინდა ვიყო 7 წლის, რადგან ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის დედაჩემი. ის არის ძალიან ლამაზი, კეთილი, ერთგული. მზრუნველი, ყველაფერში გვერდში მიდგას. ბებიაც არის ლამაზი, მზრუნველი და სულ ახალგაზრდა. ძალიან მიყვარს ბებიას გაკეთებული წვნიანი და დედას გაკეთებული პიცა. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე კარგად გამოაცხობს ხაჭაპურს. ამიტომაც შეყვარებული არ მყავს, იმიტომ რომ არ მინდა რომ კარიერას შემიშლის ხელს. ცოლს რომ მოვიყონ ვიქნები 23 წლის. შვილებს დავარქვევ ტარასას და ილიას. თუ გოგო მეყოლება დაარქვას შემაცოლო. მე ასევე ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პატარა მაწანწალა. კითხვა შემოყვარა ჩემო პირველმა წიგნმა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს თავზე, ცხოვრებაზე. ასევე მიყვარს ფილმების ყურება. ჩემი საყვარელი ფილმია კობრა კაი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლდით მამას და ადამიანებს გავხდიდი უკვდავებს. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. ჩემი ოცნების საჩუქარია საგზური ელ კლასიკოს ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ეს შეკითხვა. დროში მოგზაურობა რო შემიძლია, სად მოგზაურებდი და როდის? მე მოგზაურებდი 23 საუკუნის ეგვიპტეში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებდა უკაცრიელ კუნძულზე? მე მაგალითად უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრები დედასთან ერთად. მომიკარო ცოცხალი იყოს მამასთან ერთად. ბედნიერება არის საყვარელ ადამიანებთან ყოფნა, ფეხბურთის თამაში და მოგზაურობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.